მე არ გამოვიცხოვრო, აი მომავალში, აი ჩვენ ასე ვთქვათ, საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნდეს ეს ასიმეტრიული ბრძოლის ხერხები, აი ტერორიზმის გააქტიურება მოხდეს. იმიტომ რომ თუ ანუ სახელმწიფო სუბიექტები ერთმანეთის დაპირისპირებით ვერ ახდენენ მიზნებს, ყოველთვის იქნება ხოლმე ეს ასიმეტრიული ინსტრუმენტები გამოყენებული. როგორც ხდებოდა აქამდე, ხო, ვითომ ახლა აღარ არის ხა ეს დღის წესრიგში, ხო, ტერორისტული ორგანიზაციები, ალ-ქაიდა და რაღაცები, მაგრამ შეიძლება ეს დაბრუნდეს. და ამის ნიშნები თავად სირიაშიც არის უკვე და ერაყშიც ამბობენ, რომ შეიძლება გაჩნდეს ეს წერტილები. იმიტომ რომ თუ ანუ სტაბილური ახლო აღმოსავლეთ, იგი ირანი, ერაყი, სირია შეერთებული შტატების ინტერესი არ შედის. ამიტომ ის ყოველთვის შეეცდება დესტაბილიზაციას. მოგესალმებით, ლაპარაკობს და უჩვენებს 42 პარალელი საქართველოს რადიოს ეთერში FM 102-სა და 3-ზე. წარმოგიდგენთ ჩვენ საერთაშორისო მიმოხილვას, შოთა თხელიძე და მე გიორგი გვიმრაძე. მოგეხსენებათ, რომ ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ YouTube-ზე, ალბათ გვიყურებთ კიდეც ახლა YouTube-ზე, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი Spotify-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე. მოიწონეთ ჩვენი კონტენტი, გააზიარეთ, დაგვიკომენტარეთ და შეძლებისდაგმარად გიპასუხებთ ხოლმე თუ რამე კითხვები გექნებათ. შესაბამისად, დღეს ესე უნდა ვთქვათ, რომ რადიო სივრცეში ჩვენი დღევანდელი მიმოხილვა იქნება, ასე ვთქვათ, ამ მიმდინარე სეზონის ბოლო გადაცემა, თუმცა მე და შოთა ვეცდებით, რომ ინტერნეტ სივრცეში შემოგთავაზოთ ხოლმე მიმოხილვები. ამ ზაფხულის განმავლობაშიც, რაც მნიშვნელოვანი იქნება, რისი მიმოხილვაც და რისი შეფასებაც ჩვენი მხრიდან იქნება მნიშვნელოვანი, ჩვენს ინტერნეტ პლატფორმებზე გავაგრძელებთ ამ საქმიანობას, ასე ვთქვათ. მოგლეთ, შოთა, და ესეთი რამე გავაკეთოთ. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, მიმოვიხილოთ ის სიახლეები, რომელიც დღეს ხდება. მეორეს მხრივ, რადგან რადიო სივრცეში ეს არის ბოლო გადაცემა, შესაბამისად რაღაც გარკვეული თვალსაზრისით შევაჯამოთ და მესამე, რასაც შემოგთავაზებდი, არის ის, რომ შევაჯამოთ ეს ყველაფერი ჩვენს კონტექსტში, ანუ ჩვენთვის რა გამოწვევები ჩნდება ამ კონფლიქტებიდან და შემდეგ როგორ შეიძლება რომ ჩვენ მიმოქმედოთ ჩვენმა ქვეყანამ, როგორი რა რეაქცია უნდა გქონდეს, ხო? დავიწყოთ იმ სიახლეებით, რომ პრინციპში ჩვენ თუ არ მეშლება უკვე წინა მიმოხილვის დროს ეს მოცემულობა მეტნაკლებად იდგა, ხო, ეს რაღაცა ერთმანეთის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები, თუმცა გახშირდა ესკალაციის, ესე ვთქვათ, კიბეზე ეს ყველაფერი აღმავალი ესე ვთქვათ, ტენდენციით ვითარდება. ვრცელდება უკვე ინფორმაცია, რომ არ არის გამორიცხული არა მხოლოდ ჰორმუზის, არამედ ბაბელმანდების სრუტის დახურვაც. მოკლედ ესე ვთქვათ, ომი ახალ ფაზაში შედის, ასე ვთქვათ, ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმის გაფორმების მიუხედავად, ახალ ფაზაში შედის და არ ჩანს ამ წუთას არანაირი მცდელობა იმისა, რომ რაღაცა მხარეებმა იპოვონ გამოსავალი ამ შექმნილი მოცემულობით. საინტერესო ფაქტორი არის მათ შორის ის, რომ ამ თავდასხმებში არ არის ჩართული ისრაელი. ხო, მიმდინარეობს ისა ქვია მაგას ამ ეს სარაკეტო თავდასხმები მიმდინარეობს უშუალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, რომელიც ურტყავს, ასე ვთქვათ, ამერიკულ ინფრასტრუქტურას, სამხედრო ინფრასტრუქტურას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში და იყო ესეთი განცხადება, რომ თუ გაგრძელდება და ესკალაცია განვითარდება, ირანი გადავა, ასე ვთქვათ, ენერგოსისტემის განადგურებაზე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების. ისმენთ. ხო, სწორად ახსენე, ესე იგი ესკალაციის ტრაექტორია არის აღმავალი, ბოლო 2 დღეა მასშტაბები უფრო და უფრო იზრდება. ყველაზე კომედიური ისაა, რომ სიტყვიერმა შეთანხმებამ უფრო იმუშავა 8 აპრილის ამ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, ვიდრე წერილობით შეთანხმება 8 ივნისს დადებულმა. თავარი ესეთი აქცენტი თუ დავაკვირდებით სამიზნეებს აბომბების, ეს არის უკვე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ირანში. და თავარი ესეთი ადგილმდებარეობა, ეს არის სპარსეთის ყურის მოსაზღვრე რეგიონები,
რეალურად ეს არის სამი ძირითადი რეგიონი: ხუზესტანის რეგიონი, ბუშერის რეგიონი და ბანდარ-აბასი, ჰორმოზგანის რეგიონი, დედაქალაქით ეს ბანდარ-აბასი, ხო? და ძირითადად აი ამ საპორტო ინფრასტრუქტურა იქნება ხიდები, ამას წინათ იყო ხუზესტანის დედაქალაქ ახვაში, მთავარი სამიზნე იყო ბავშვთა კლინიკა, რომელზედაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა და შემდგომ არ გაგრძელებულა ეს პროცესი, პროცესში იმას გულისხმობ, რომ რაღაცა საავადმყოფოების და ასეთი ტიპის დაწესებულების დაბომბვა. დღეს გუშინდელი ამბებია მაგალითად, რომ ბანდარ-აბასის დამაკავშირებელი ხიდები მოსაზღვრე რეგიონებთან აღმოჩნდა მთავარი სამიზნე შეერთებული შტატების. საპირისპიროდ ირანის მთავარი სამიზნე, ტრადიციულად არის ეს სამხედრო ინფრასტრუქტურა ამერიკული, რაც არის რეგიონში, თუმცა აქაც არის შეინიშნება ტენდენცია, მთავარი ორიენტირი აქ არის ბაჰრეინში, მეხუთე ფლოტის ასეთი ბაზა, ამერიკული მთავარი ესეთი საზღვაო ბაზა, კუვეითში არსებული სამხედრო ინფრასტრუქტურა და იორდანიაში. და კიდევ მოხდა ერთი საინტერესო ფაქტი, ირანმა გუშინ დაბომბა სირია-ერაყის საზღვარზე არსებული ეს ალ-ტანფის სამხედრო ბაზა ამერიკული, სადაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედროებიც დაიღუპნენ ამერიკელი სამხედროები, რამდენიმე ერთი ვერტფრენიც, ასე ვთქვათ, განადგურდა. ამას დამატებული აი ამ ომის ცვლილებასთან ერთად ირანი ახდენს ეს ზეწოლას ერაყის ჩრდილოეთში ქურთებზეც, აი ერბილიც იყო სამიზნე ამ დღეების განმავლობაში. შენ ასევე სწორად ახსენე, რომ პროცესი მიდის იქით, რომ გეოგრაფია ომის გაიზრდება, გულისხმობ აი ბაბელ-მანდების სრუტის ჩაკეტვას, რომ გარდა იმისა, რომ აქ რაღაცა ირანის ინტერესი შეიძლება იყოს, თავად ჰუსიტების ინტერესიც გაჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთმა თავდასხმა განახორციელა სანას საერთაშორისო აეროპორტზე, რატომ მოხდა ეს? რამდენიმე დღით ადრე ირანული თვითმფრინავი ჩაფრინდა სანას აეროპორტში. 2016 წლიდან სანას, ზოგადად იემენი იმყოფება საჰაერო ბლოკადაში. ანუ აეროპორტები არის, ასე ვთქვათ, თუ ნებართვას არ აიღებენ საუდის არაბეთისგან, არ აიღებდნენ, ვერ მოხდებოდა მათი, ასე ვთქვათ, დაშვება აი ამ ჰუდეიდასა და სანას აეროპორტზე და ეს ბლოკადა თვითნებურად, მოდი ბრწყალებში ასე დავარქვათ, გაარღვია ამ ირანულმა თვითმფრინავმა და რეალურად ისეთი ასე ვთქვათ კონფიგურაცია შეიქმნა, რომ ეს ბლოკადა უნდა დასრულებულიყო და აჩვენა ძალა, მოდი ასე ვთქვათ, საუდის არაბეთმა, რომ ეს ამ ბლოკადას აკონტროლებდა და მიიტანა თავდასხმა სანაზე და ამას მოყვა საპასუხო იერიშები მოსაზღვრე ქალაქია, ზუსტად არ მახსოვს საუდის არაბეთის სამხრეთში მდებარეობს, ჰუსიტებმა მასზე მიიტანეს იერიში და მძაობა გამოთქვეს, რომ თუ კონფლიქტი გაგრძელდება, მათ ასე ვთქვათ, გამოიყენონ მათი მთავარი იარაღი ეს ბაბელ-მანდების სრუტის ჩაკეტვა, თუმცა ჯერ ეს არ მომხდარა. ასევე და როგორც ვიცი, საუდის არაბეთის, ესე ვთქვათ, ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურაზე იერიშის მიტანითაც დაიმუქრა. კი, რა თქმა უნდა, ეს მათი ტრადიციული სამიზნეა. ცოტა ესეთი არალოგიკური ქმედებაა ერიადისგან, ეხა ამ კონფლიქტის გამწვავება ცალკე ჰუსიტებთან, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მასზე არის რაღაც პოლიტიკური, დიპლომატიური წნეხი შეერთებული შტატებისგან, რომ ჩაერთოს ამ დაპირისპირებაში. გამომდინარე იქიდან, რომ ამ კონფლიქტის გაღვივებით ის უკვე ორმაგად მოწყვლადი ხდება, ცალკე ეხა ირანული თავდასხმებისგან, ცალკე ჰუსიტებისგან და რაც მთავარია ხდება მოწყვლადი მისი მთავარი ესეთი არტერია სპარსეთის ყურიდან სახმელეთო მილსადენით გადააქვს ნავთობი წითელ ზღვაზე, რომელიც გვერდსულის როგორც ჰორმოზის სრუტეს, ასევე ბაბელ-მანდების სრუტეს და თუ მაგალითად ეხა ირანს ჭალებში დავარქვათ ამას ერიდებოდა ამ ინფრასტრუქტურაზე იერიშის მიტანა და ჯერ არც დაუწყია ამ ენერგო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები, ჰუსიტებს ეს აღარ მოერიდებათ, როგორც ახსენე, მთავარი სამიზნე შეიძლება იყოს როგორც ნავთობსაცავები, ნავთობმომპოვებელი, ისევე ეს მილსადენები და თავად ის პორტი, საიდანაც გადის ეს ნავთობი წითელ ზღვაზე. ხო, ანუ ეს ჯერჯერობით ახლა ეს ამ მიმართულებით, ჰუსიტების მიმართულებით ესკალაცია არ მომხდარა, თუმცა წინაპირობა არის იმის, რომ როგორც ვახსენე, როგორც ინტენსივობა გაიზრდება ამ დაპირისპირების, ასევე გეოგრაფიული არეალიც გაიზრდება. მაგრამ ასევე საინტერესოა, რაც ჩვენ ახსენე, რომ ისრაელი არ არის ჩართული. ესეც გამოწვეულია იმით, რომ ისრაელმა თავიდან აირიდოს ის
ზარალი რაც შეიძლება მიიღოს ირანული რაღაც ბალისტიკური რაკეტებისგან. მეორე ერთი შეიძლება თავად ირანული პერსპექტივით ისრაელი არ არის ის ანუ რაღაცა ინსტრუმენტი თუ წერტი რითაც შეიძლება შეერთებულ შტატებზე მოახდინონ ზეგავლენა. ეს არის ჰორმუზის სრუტე და გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასი. დაახლოებით ესეთი რაღაცა ესეთი ჩუმი კონსენსუსით არის, რომ ახლა ისრაელი არ იქნება ამ კონფლიქტში ჩართული. თუმცა რიტორიკა მზარდია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსი, თავდაცვის სამინისტროსი, რომ მათ აქვს საკუთარი განცალკევებული გეგმა ესკალაციის და ნებისმიერ მომენტში მზად არიან ჩაერთონ ამ კონფლიქტში. თუმცა, როგორც ხედავთ, ჯერჯერობით შეერთებულ შტატებს აქვს საკუთარ თავზე აღებული ეს პასუხისგებლობა. მაგრამ აქაც ის უნდა ვთქვათ, რომ რა შეიძლება იყოს სტრატეგია, მოდი ეს დავარქვათ შეერთებული შტატების დღის წესრიგში აღარ დგას რაღაც ხელისუფლების ცვლილება და რაღაც შიდა არეულობების მოწყობა. დღის წესრიგში რაღაცა არის თავარი საკითხი ჰორმუზის სრუტე და ჰორმუზის სრუტეზე საკუთარი ესეთი ფორმატით რომ შედგეს მოლაპარაკებები იწყება ეს წნეხი აი ინფრასტრუქტურის გამოფიტვის ომია, მოდი ესე დავარქვათ. და რაღაცა ისე არის, როგორ გითხრათ, ეს ტრამპმა განაცხადა, რომ მანამდე გავაგრძელებ თავდასხმებს, სანამ მე ამას არ ჩავთვლი საჭიროდ, რომ ანუ სანამ ირანელები არ დამირეკავენ და არ თხოვენ, რომ რაღაცაზე დავილაპარაკოთ, ხო? თუმცა ეს არ მოხდება, მაგრამ ირანის მზადაა ეს ზარალი მიიღოს, როგორც გითხარით, ჯერჯერობით მხოლოდ აი ამ თავდასხმის არეალი არის სპარსეთის ყურის მასაზღვე არეალები, თვითონ აი ცენტრი თეირანი აცხადებს, რომ ასე ვთქვათ, სოლიდარობას უცხადებენ მათ განაპირა რეგიონებს, რომ მათთან არიან და ყველა ესე ვთქვათ იქნება დასჯილი, ვინც ამას აკეთებს. თვითონ ახლა ჰორმუზის სრუტესაც შეეხება, ჰორმუზის სრუტე არის ყრუდ უკვე ჩაკეტილი, ის გემები რაც გადიოდნენ აქამდე ვეღარ გადიან, მაგალითად გუშინდელი დღე იყო, როდესაც მხოლოდ ორმა გემამ, მცირე ზომის გემმა გაიარა, ისიც ირანული თანხმობით, ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აი ბოლო თვეების განმავლობაში. საპირისპიროდ ხა დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გახსნილია ჰორმუზის სრუტე, ესეც ვერბალური манипуляცია ნავთობაზრებზე, ფასმა არ აიწიოს, თუმცა ფასი მაინც იწევს, მაგრამ ჯერჯერობით რადიკალურად არ გაზრდილა, დაახლოებით $80 გაცდა, $6-7 მოიმატა ბარელმა ამ ბოლო დღეების განმავლობაში. ერთი რამ არის ძალიან საინტერესო ამ ყველაფერში, ანუ წინა ეპიზოდთან შედარებით, ხო, ანუ წინა გამწვავებულ ეპიზოდთან, როცა მაშინ ძირითადად იყო სამიზნეები, იყო სამხედრო ინფრასტრუქტურა, ხო? ძირითადი სამიზნეები. ახლა ჩვენ ვუყურებთ, რომ აი სწორედაც რომ აი ეს ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, იმიტომ რომ შენ ბანდარ-აბასის პორტი ახსენე, რომელიც ერთ-ერთი საკვანძო პორტია ყველაზე ინტენსიური დაბომბების მიზანით. ხო, და თან იქ საკმაოდ აქტიურია ეს ჩინეთის, ასე ვთქვათ, ინტერესები, ასე ვთქვათ, ბანდარ-აბასთან მიმართებაში და არა მარტო ჩინეთის, ხო, რუსეთის ეს სამხრეთ-ჩრდილოეთის კორიდორის მოაზრებული კორიდორის, რაზეც შეთანხმება არსებობს, ან ჩვენ ვახსენეთ წინა ერთ-ერთ პოდკასტში რუსეთის, აზერბაიჯანის და ირანის მიერ მოწერილი ხელშეკრულება ამ სამხრეთით და ჩრდილოეთის კორიდორთან დაკავშირებით და ბანდარ-აბასი ეს ცენტრალური პორტია, ასე ვთქვათ, ამ მარშრუტში. შესაბამისად, აქ შეიძლება ვივარაუდოთ იმაზე, რომ ორმაგი დანიშნულების, ასე ვთქვათ, იერიშებია. ერთის მხრივ შესაძლოა ამერიკელებს ჰქონდეთ რამე ინფორმაცია, რომ ვთქვათ, ჩინეთიდან ან იარაღი შემოდის, ან რაღაცა ვთქვათ, სამხედრო დახმარება შემოდის ამ სწორედ აი ამ სატრანზიტო დერეფნების საშუალებით და მეორე ეს არის, რა თქმა უნდა, აი ჩინეთისა და რუსეთის სავაჭრო ინტერესების წინააღმდეგ, ვთქვათ, იერიშის მიტანა უფრო მეტად ჩინეთის ცხადია, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ესე იყოს, მაგრამ ნუ ამ მომენტში თავარი ესეთი ტაქტიკური მიზანი შეიძლება იყოს, რომ ირანმა ვერ შეძლოს ნავთობ ექსპორტი და ნავთობ ექსპორტის მოცულობების ზრდა, რომ ნაკლები თანხა მიიღოს. ანუ ისევ რაღაც ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს, ხო? აი ბანდარ-აბასთან ერთად ბუშერი ამ სწორედ წინა პოდკასტშიც ვისაუბრეთ, რომ აი ბუშერის
ტერიტორია, საიდანაც გადადის ნავთობი ხარგის კუნძულზე და მე იქიდან გადის. ხო, ანუ ეს ორი ძირითადი იმიტომ რომ სხვა პორტი სპარსეთის ყურეზე არ არის. ნუ ის ჩაბაჰარის პორტია სპარსეთის ყურეზე. ხო, მეორე მხრივ ახლა სამხედრო თვალსაზრისითაც რომ მიუდგეთ ამას ყველაფერს ახლა პრინციპში ეს ენერგოინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ბევრად უფრო დაუცველია ვიდრე ის სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელზეც იმ პირველ ეპიზოდში მიიტანეს იერიშები, ხო? რომელზეც აჩვენა რომ არც თუ ისე ეფექტური იყო თქვათ ის ოპერაცია, ასე ვთქვათ. ხო, და ანუ შესაბამისად შესაძლოა ეს იყოს ცვლილების ესე ვთქვათ წინაპირობა რის გამოც მოხდა თქვათ ამაზე ორიენტირება, იმიტომ რომ აღმოაჩინა და ახლა ესე შეიძლება ითქვას ამერიკის შეერთებულ შტატებმა, რომ ირანის განეიტრალება სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანით შეუძლებელია. შესაბამისად, ანუ ის ფულადი რესურსებიც უნდა წაართვა, რომელიც შემოედინება აი თუნდაც სასანქციო რეჟიმების მიუხედავად არსებული ვაჭრობიდან, ხო? ნუ და ეს ტრადიციული მიდგომა შეერთებული შტატების, რომ ასე ვთქვათ, ეკონომიკური ზიანით, ეკონომიკური ზარალით დაითანხმოს ესა თუ ის ქვეყანა. ნუ თლიან სანქციები, სატარიფო ომები, ესენი რაც ემსახურება, რომ რაც უფრო მეტ ეკონომიკურ ტკივილს მიაყენებს მეტოქეს, შეიძლება ის უფრო დაგთანხმდეს შენ თამაშის წესებზე, ო მინიმუმ და რაღაც ისეთ შეთანხმება დადოს. თუმცა ესეც, როგორ გითხრათ, ესეც მრავალჯერ ნაცადი ხერხია, ხო, 47 წელიწადია სანქციებში ირანი და ჯერჯერობით მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ნუ შეიძლება ცდელობა იყო 2015 წლის იგივე ეს ბირთვული შეთანხმება. თუმცა ესეც ნაწილობრივ შეიძლება მოვიაზროთ ასეთად. ეხლა გამახსენდა ხო, ანუ ირანის საპასუხო თავდასხმაც იყო ერთ-ერთი სამიზნე იყო ინფრასტრუქტურა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ეს არის ბაჰრეინის საუდის არაბეთის დამაკავშირებელი ხიდი. მე მგონი პირველ ეპიზოდში აი მარტშიც მოხდა თავდასხმა, მაგრამ ეხლა ეს განმეორდა. რაღაცა ისეთი თავიდან საკმაოდ ესეთი ყვახი განცხადებები ჰქონდა ირანულ სამხედროებს, რომ თუ ომი გაგრძელდა, შეიძლება ტერიტორიული მოცემულობაც კი შეიცვალოს ახლო აღმოსავლეთში და რაღაცა ისეთი ტენდენცია, რომ ეს აქვს სამიზნე. იგივე ეს არის ბაჰრეინი, კუვეიტი და ქურთების ტერიტორია. ნუ სავარაუდოდ ირან სურს, რომ ბაჰრეინში შეიცვალოს ხელისუფლება. ანუ ის სუნიტი მეფე, რომელიც ყავს ახლობით 80%-იც და საკმაოდ ესეთი რეპრესიული მეთოდებით აკავებს აი ამ შიიტურ მოსახლეობას. რამდენიმე ათეული ადამიანიც კი დაიჭირეს აი ამ ომის სრულობისას, რომ არ მომხდარიყო საპროტესტო მუხტის გაჩენა ქვეყანაში. და კუვეიტიც, ნუ ისტორიულად კუვეიტი ყოველთვის იყო ერაყის ერთ-ერთი რეგიონი. ხო და რაღაცა ესეთი ირანის მიზანია იმდენად გამოფიტოს ეს ორი პატარა ქვეყანა, რომ მათ ვერ შეძლონ დამოუკიდებლად არსებობა და რაღაცა ესეთი. და თვითონ ქურთისტანის იმას რაც შეეხება, ირანმა განაცხადა, რომ თუ იქიდან მოხდება თავდასხმა, ნებისმიერი სასაზღვრო სახმელეთო თავდასხმა, ირანი ბუფერს გააკეთებს თვითონ ერაყის ტერიტორიაზე. ხო, ესეც შეიძლება რაღაც თამასაზე მაღლა არის აწეული, ანუ ვერბალური დაშინების პოლიტიკა. თუმცა ჯერჯერობით, ხო, ეს პროცესი ნუ არ დაწყებულა, ასე ვთქვათ, ქურთებთან მიმართებაში. კი ბატონო. მოკლედ ეს ყველაფერი არის ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ თითქოს აი ეს ლოგიკა, რომელიც წესით არსებობს, ხო, ეს ලოგიკა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში აგერ ხვალზე გამარჩევნები უნდა იყოს, თითქოს ტრამპს უნდა აღელვებდეს ეს პროცესი, რომ თქვათ ომის პირობებში არ უახლოვდებოდეს არჩევნებს, იმიტომ რომ ამ არჩევნებზე შეიძლება ამ კონფლიქტმა იქონიოს გარკვეული გავლენა, თუმცა ამასთან ერთად ძალიან საინტერესო იყო, რომ პირველი ეპიზოდისგან განსხვავებით ტრამპმა მიმართა კონგრესს აცნობა ამ, ასე ვთქვათ, ისევ ამ 60 დღიანი იმას იყენებს. შესაძლებლობის ხანჯარს. კი ბატონო, ანუ აცნობა, ანუ ეს ცნობა იყო ისეთი, რომ არ ჭირდება კონგრესის დამტკიცება და მას შეუძლია ერთპიროვნულად იმოქმედოს. მაგრამ ამასთან ერთად რა არის საინტერესო საბოლოო ჯამში, ანუ ირანის წინააღმდეგ კონფლიქტი რეალურად არის კი, ესე ვთქვათ, შიგნით ესოდენ
წონადი არგუმენტი იმისათვის, რომ ამან გადაწყვიტოს არჩევნების შედეგი, თუ სხვა რაღაცები უფრო მნიშვნელოვანია და შესაბამისად ეს აძლევს ტრამპს მოქმედების თავისუფლებას. მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც თავად ტრამპი ანიჭებდა მნიშვნელობას აი ამ ომებს, ხო? თუ გავიხსენებთ ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტობისას მის სანამ პრეზიდენტი გახდებოდა მის დებატებს მის მოწინააღმდეგეებთან ერთ-ერთი მთავარი მისი კონკურენტი მაშინ იყო ჯეფ ბუში, უმცროსი ძმა ჯორჯ ბუში. მთავარი არგუმენტი და ეს დაპირისპირების მთავარი ესეთი საკითხი იყო ზუსტად ეს რასაც თქოს იყენებენ adventurism. ანუ warfare adventurism, ანუ რაღაც სამხედრო მოგზაურობები სხვადასხვა რეგიონებში, ხო და ნუ ეს ერაყის ომი იყო მთავარი ესეთი საკითხი, რომელზედაც რეალურად ახლა ჯეფ ბუშს პასუხი არ ქონდა, ხო? ანუ თვითონ ტრამპმა დააყენა დღის წესრიგში ეს ანტისაომარი რიტორიკა და თვითონ ტრამპმა აქცია თავის მხარდამჭერებში აი მაგაში ეს საკითხი მნიშვნელოვანი და რადგან თვითონ გახადა ეს საკითხი მნიშვნელოვანია თავის ამორჩევლისთვის ეს. ძალიან საინტერესო და აი ეს თემაც რო გავაგზავნოთ, ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჰქონდა JD Vance ჯო როგანთან, ცნობილ პოდკასტში, რომელიც ახლა მთავარი ესეთი ლეიტმოტივია იყო ის, რომ ისრაელი უკვე ჭარბად ერევა ამერიკულში და პოლიტიკაში, რომ შეერთებული შტატები აღარ აპირებს სამხმელეთო ომების წარმოებას. ესეთი ფრაზაც თქვა, რომ აი ირანელ ხალხს რომ მოენდომებინა რეჟიმის გადაგდება, აი იმ შემთხვევაშიც კი შეერთებული შტატები სახმელეთო გზით არ ჩაერთვებოდა ამ კონფლიქტშიო. ანუ ის დაბრუნდა იმ ტრადიციული მაგას რიტორიკაზე და ის როლი თავისი, რაც აქვს მას, რომ აი ვითომ რაღაცა წინააღმდეგობაში რაღაცა ვითომ ეს დიალექტიკა არსებობს ტრამპის ადმინისტრაციაში, მომხრე არ მომხრე, ხო? ესეც ხო, ანუ ესეც ბევრმა ესეთი რაღაცა დაშვებაც კი გააკეთა, რომ რაღაცა ტრამპი განწირულია ამ შუალედურ არჩევნებში, რომ დემოკრატები სავარაუდოდ ორივე პალატას აიღებენ და განწირულია ამ თვალსაზრისით, რომ იმპიჩმენტის პროცედურა შეიძლება ხელახლა დაიწყოს უკვე მესამეჯერ, ხო, ორი იყო პირველ პრეზიდენტობისას. და რაღაცა JD Vance ემზადება აი სახალხო მობილიზების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რომ ის გახდეს ასე ვთქვათ ვიცე-პრეზიდენტი ხდება, მე ავტომატურად პრეზიდენტი, რაღაც ესეც გამოითქვა, იმიტომ რომ ხა რამდენად იყო ხა მოულოდნელი ჯო როგანთან მისი სტუმრობა და მსგავსი ასე ვთქვათ მესიჯების გაშვება, არ ვიცი, მაგრამ გარკვეულ მაინც ითვლება, რომ უმაღლესი თანამდებობის პირიდან ამერიკაში მსგავსი ტიპის რაღაცა კრიტიკა ისმის ისრაელის მიმართ, ხო? თვითონ ახლა JD Vance-ისგან ეს რამდენად გადაითარგმნება პრაქტიკაში მეორე საკითხია, იმიტომ რომ თავად მისი ასე ვთქვათ დონორები ვინც არიან JD Vance-ის, ეს არის პრაქტიკულად აი ებრაულ ოლიგარქიასთან ასოცირებული პირები. უბრალოდ ეს არის ცალსახად რაღაც ამ ელექტორატზე მანიპულირების დისკურსი. და რაღაცა ესეც შეიძლება ვთქვათ, რომ თადარიგის დაჭერა, მინიმუმ თადარიგის დაჭერა აი იმ პროცესებისთვის, რაც მე ვახსენე, აი რა განვითარდება ნოემბრის შემდგომ. ტრამპის ადმინისტრაციაში არაფერი გამორიცხული არ არის, ჩვენ გვახსოვს, რომ მას პირველი ასე ვთქვათ ვადის დროსაც შეექმნა პრობლემა ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან, მაშინაც იყო ეს მაიკ პენსი ბოლოს ებრძოდა. ხო, მაიკ პენსი ბოლოს სერიოზულად დაუპირისპირდა. ოღონდ უკვე მას შემდეგ რაც პრეზიდენტი აღარ იყო და ისიც აღარ იყო ვიცე-პრეზიდენტი, თუმცა თავად აი ავადსახსენებელი 6 იანვრის თემაში მაიკ პენსი მოწინააღმდეგე იყო ტრამპის და იქ მოხდა მათი საჯარო დაპირისპირება, ასე ვთქვათ, ხო? ხო, მაიკ პენსი ტრადიციული ნეოკონსერვატიული ჯგუფის წარმომადგენელი იყო, ერთ-ერთი ქორი იყო და ბევრს უკვირდა საერთოდ რატო იყო ვიცე-პრემიერი ტრამპის. ხო. ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ რას, რომ პირიქით არის ეს მოცემულობა, ანუ JD აქ უფრო ტრამპია, ისა რა ქვია, ქორი ვიდრე Vance, პირიქით Vance სწორედ იმ ესე ვთქვათ თამაშობს, რომ აი ამ ქორებთან დაპირისპირებული ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც თავიდან ესეთი სურათი შეიქმნა, როდესაც JD Vance-ის ვიცე-პრეზიდენტობა გადაწყდა, რომ დონალდ ტრამპი თავს იზღვევდა
იმ თვალსაზრისით, რომ აი ეგრეთ წოდებული ხა ეს deep state ანუ მებრძოლი პრეზიდენტის როლი ხო ქონდა, თუ მას მოკლავდნენ, იმის საფრთხეც იყო, ცდელობა, აი უფრო უარჩემზე უარესი, ასე ვთქვათ, ანტისისტემური პრეზიდენტი იქნება და ამით თვითონ ჩვენ გვახსოვს JD Vance-ის პროცესი ისე წავიდა. ჩვენ გვახსოვს JD Vance-ის ესე ვთქვათ, გამოსვლები უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ანუ კრიტიკა მხარდაჭერის და გვახსოვს ევროპის მიმართ კრიტიკა და გვახსოვს თუნდაც ეს დამოკიდებულებები რაღაცა ირანის და ირანთან დაკავშირებით და ისრაელთან დაკავშირებით, ებრაულ ლობისთან დაკავშირებით არ არის ახალი JD Vance-ისგან. ცხადია, მაგრამ აი პრინციპში გახსოვს რაღაც პერიოდის წინ აქტიურად განიხილებოდა ის, რომ აი ეხლა ხდება იმის დალაგება, ვინ უფრო იქნება რესპუბლიკელების კანდიდატი, რა პოლიტიკა გამართლდება, თქვა თუ ძალის პოლიტიკა გამართლდება, მაშინ მარკო რუბიოზე უფრო გაკეთდება აქცენტი, თუ ძალის პოლიტიკა მარცხს განიცდის, ამ შემთხვევაში JD Vance უფრო გამოიკვეთება და არ ვიცი, ეხლა ალბათ ეს ომი და შემდეგ შუალედური არჩევნები ალბათ ბევრ რამეს გადაწყვეტს იმასთან დაკავშირებით, ვინ იქნება მართლაც რესპუბლიკელების კანდიდატი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ანუ თუ ამის მიუხედავად, რასაც ეხლა აკეთებს ტრამპი ირანში, ამის მიუხედავად რესპუბლიკელები შეძლებენ რაღაც უმრავლესობის შენარჩუნებას, არ ვიცი, საკმაოდ რთული წარმოსადგენია, მაგრამ ყველაფერი ხდება ამერიკულ პოლიტიკაში, თუ ამის მიუხედავად შეძლებენ, შესაბამისად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რესპუბლიკელების ამომრჩეველმა ასე ვთქვათ, არჩევანი გააკეთა ძალის პოლიტიკაზე, ასე ვთქვათ, ძალის გამოყენებაზე ქვეყნის გარეთ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, აი ირანი ხო არ არის ერთადერთი შემთხვევა, ჩვენ ნახეთ ვენესუელა, ჩვენ ნახეთ ხედავთ კუბის გარშემო არსებულ, ასე ვთქვათ, ბლოკადას, რომელიც გრძელდება. უკრაინაში შემოbrunებული პროცესები, სადაც ვთქვათ, იგივე იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, მაგრამ უბრალოდ ლიცენზიების, პატრიოტის ლიცენზიების გადაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები. იქ რაღაც გრენლანდიას იქ ახსენებს ხოლმე ტრამპი, ესე შემდეგ. ანუ მოკლედ ეს რიტორიკა, გარეთ აგრესიული რიტორიკა, ასე ვთქვათ, როგორ გამოძახილს პოვებს ადგილობრივ არჩევნებში, ასე ვთქვათ, კონგრესში იქნება ძალიან საინტერესო დასაკვირვებელი, ხო? მაგრამ ჩვენ აქ არ უნდა დაგვავიწყდეს თვითონ ისრაელის ლობის ფაქტორი, ის სავარაუდოდ ჰიპერაქტიულად ჩაერთვება ამ არჩევნების წინ, რომ რესპუბლიკელმა კანდიდატებმა მოიგონ არჩევნები და შეიძლება არ გამოურიცხავა რაღაც მოულოდნელი შედეგიც კი დადგეს, რომ აი ის პროგნოზები რაც არის ახლა დემოკრატების გამარჯვებასთან გამოთქმული არ გამართლეს. იმიტომ რომ ამის რამდენიმე მაგალითი გვაქვს, ხო, იგი აი ტომას მასი წააგვარჩევნები ანუ მოიგო ისეთმა კანდიდატმა რესპუბლიკელებს, რომელიც შესახებ არავინ არ იცოდა. უბრალოდ იმდენი, ასე ვთქვათ, ფინანსები დაახარჯეს ამ კანდიდატს, რომ მან მოიპოვა გამარჯვება, ხო? იგივე მაგალითად უკვე გარდაცვლილი ლინცი გრემაც ამას წინებზე იყო სამხრეთ კაროლინაში არჩევნები, მანაც უპრობლემოდ მოიგო, იგივე ამ ებრაული ლობის დახმარებით და ეს ფაქტორი არ უნდა გამოვრიცხოთ ხა ჯერჯერობით, ხა ეს ფაქტორი არ ჩანს წინასწარ გამოკითხვებში. და უშუალოდ არჩევნებზე ეს ფაქტორი შეიცვლება. ვერ გამოვრიცხავთ და ანუ მეტიც ეს მაქვია მაგას ანუ ესე ვთქვათ დემოკრატებს თავის პრობლემები აქვს ასე ვთქვათ ხო ანუ რეალურად ისინი ვერ ახერხებენ ასე განსხვავებული დღის წესრიგი შეთავაზება საკუთარი ამორჩევლისთვის იმიტომ რომ რაც არ უნდა თქვან ახლა დემოკრატებმა პრინციპში რო ავიღოთ ხო რომ აი კონფლიქტი წამოიწყო ტრამპმა მაგალითად თუ კონფლიქტები ვერ იქნება დემოკრატების ესე ვთქვათ კარგი არგუმენტი მათი ოპონენტის წინააღმდეგ თან ახლა ესეთი დავხატოთ სცენარი თუ დემოკრატები გაიმარჯვებენ მაშინ ტრამპს აღარ შეიძლება აკეთოს ის რასაც ახლა აკეთებს ეს 60 დღიანი თავდასხმების ფაზები ხო ტალღები ირანზე ეს რას ნიშნავს რომ ეს ნიშნავს იმას რომ შეერთებული შტატები აღარ განაგრძობს კონფლიქტს ირანთან შეერთებული შტატების გაჩერება ამ მომენტში ნიშნავს მის გასვლას ამ რეგიონიდან ხო
ანუ ნიშნავს ირანთან რაღაცა ამ დიდი ომის დასრულებას. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი ისრაელისთვის. ამიტომ ვიძახი, რომ ის ჰიპერაქტიულად იქნება ჩართული ამ კონფლიქტში, იმიტომ რომ გამოიყენოს ის 2 წელიწად-ნახევარი, რაც აქ დარჩენილი ტრამპს. და თვითონ ახლა ამ ომს რაც შეეხება, მე ესე მგონია, რომ ეს კონფლიქტი, ანუ ადრე სხვა პოდკასტებში ვახსენე, ეს იქნება რაღაცა ტალღური კონფლიქტი, ეს 60-იანი ფანჯრები, რაღაცა ამ რაღაც შესვენებებში შეერთებული შტატები მოახდენს რაღაც რესურსულ აღდგენას და გაგრძელდება ეს რაღაც ინფრასტრუქტურაზე ისევე ზეწოლა, რომ რაღაცა იმ კრიტიკულ ნიშნულამდე მიიყვანოს, როდესაც სახელმწიფოს ფუნქციონირება ახლა ცოტა ხმამაღალია, მაგრამ ეკონომიკური ზიანი იქნება ისეთი, როდესაც უკვე მტკივნეულია ხელისუფლებისთვის. აი იგივე ის სირიის სცენარი, რამაც რეალურად ჩამოშალა ასადის ხელისუფლება, ხო? ანუ იმდენად მტკივნეული იყო ეს ცეზარის აქტით დაწესებული სანქციები სირიაზე, რომელიც პრაქტიკულად ყველა ბლოკადაში ამყოფებდა ქვეყანას, ანუ იმპორტი პრაქტიკულად იყო გამორიცხული, ქვეყნებს არ შეეძლოთ. იგივე მაგალითად ლიბიის სცენარი. თუმცა სირიისგან განსხვავებით საკმაოდ ანუ ბევრად უფრო ხელსაყრელ პირობებშია ირანი. ხო, რა თქმა უნდა, ხო. უბრალოდ ეს არის ამერიკული გეგმებს ვამბობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგივე შეიძლება განმოვიცადოს. ერთი რომ სირიას გარშემო პრინციპში შეიძლება ითქვას, მაინც მეტნაკლებად რთულად განწყობილი ქვეყნები ყავდა. ამასთან ერთად შიგნით საკმაოდ რთული იყო კონტროლი ქვეყნის და შესაძლოა პატარა ქვეყანაც და პრინციპში ამდენი წლის განმავლობაში მიდიოდა სამოქალაქო კონფლიქტი მის ტერიტორიაზე, ხო? მხარდაჭერილი ტერორისტული ჯგუფები, აი ახლა ხანს გავრცელდა ვიდეო, სადაც ალჯულანი მადლობას ეუბნება, რა ქვია მაგას, ISIS-ის ხელმძღვანელი რო იყო. ალბაღდადის მადლობას ეუბნება, ესე ვთქვათ, როგორ ამბობენ ხოლმე, გამოვლენილი ნდობისთვის თუ რაღაცა. გამოხატული ნდობისთვის მადლობას უცხადებს ალბაღდადის, ანუ და პრინციპში შესაბამისად ეს წრე, როგორ ხდება, ვთქვათ, ამ ტერორისტული ჯგუფების ჩამოყალიბება, რა მხარდაჭერით, რა თანხებით და ასე შემდეგ. ამ ვიდეოში ძალიან კარგად არის ასახული, ასე ვთქვათ, ხო? შესაბამისად, სირია საკმაოდ რთულ მოცემულობაში იყო, ბევრად უფრო რთულ მოცემულობაში იყო, განსხვავებით ირანისგან, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი, ოკეანეზე გასასვლელი აქვს, ასე ვთქვათ. სივრცულად დიდია, უფრო აქვს რაღაცა და შიდა დაპირისპირების საფრთხეები, როგორც გამოჩნდა აქამდე ყოველ შემთხვევაში არ აქვს. თუ აქვს, საკმაოდ ისეთია, რა ქვია, ყოველ შემთხვევაში ახლა ფაქტორს არ წარმოადგენს ეს შიდა დაპირისპირება ფაქტორს. მე რომ აი მომავალში აი ჩვენ ასე ვთქვათ საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნდეს ეს ასიმეტრიული ბრძოლის ხერხები, აი ტერორიზმის გააქტიურება მოხდეს. იმიტომ რომ თუ ანუ სახელმწიფო სუბიექტები ერთმანეთის დაპირისპირებით ვერ ახდენენ მიზნებს, ყოველთვის იქნება ხოლმე ეს ასიმეტრიული ინსტრუმენტები გამოყენებული. როგორც ხდებოდა აქამდე, ხო, ვითომ ახლა აღარ არის ხა ეს დღის წესრიგში, ხო, ტერორისტული ორგანიზაციები, ალ-ქაიდა და რაღაცები, მაგრამ შეიძლება ეს დაბრუნდეს. და ამის ნიშნები თავად სირიაშიც არის უკვე და ერაყშიც ამბობენ, რომ შეიძლება გაჩნდეს ეს წერტილები. იმიტომ რომ თუ ანუ სტაბილური ახლო აღმოსავლეთი, იგი ირანი, ერაყი, სირია შეერთებული შტატების ინტერესში არ შედის. ამიტომ ის ყოველთვის შეეცდება დესტაბილიზაციას. ხო, ეგ ინსტრუმენტი არსებობს. ხალხი ახლა ეს ისრაელის ინტერესია ბუნებრივია. თუ ის ვერ აღწევს საკუთარ მიზანს, ანუ თუ შენი არ არის, მაშინ არავისი არ უნდა იყოს, ხო? ხო, ეგ ინსტრუმენტი არსებობს, ცხადია, მაგ ინსტრუმენტის გამორიცხვა, მაგ ინსტრუმენტის ესე ვთქვათ გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება არც ირანის შიგნით. იმიტომ რომ თან ირანში ხშირად მომხდარა ეს ალ-ქაიდას, იგივე დაეშის ტერაქტები ძირითადად დასავლეთ ნაწილში, ქერმანშაჰში იყო, ხო, რაღაც 100-ზე მეტი ადამიანი. ამასთან ერთად რთული ურთიერთობა ავღანეთთან, სადაც მაგრამ ავღანეთი არის საკმაოდ საინტერესო და თალიბანი კი, მაგრამ თალიბანის გარდა ავღანეთში ჯერ კიდევ არის აქტიური ISIS-ის ჯგუფები, დაეშის ჯგუფები, ამიტომ ხო, მაგრამ ის რაღაც ამბობ თალიბანზე საინტერესო. ხო, არა, ბევრისთვის გასაკვირად საკმაოდ ესეთი სოლიდარულია ირანის მიმართ თალიბანი, გამომდინარე იქიდან რომ ისტორიულად ირანსა და თალიბანს შორის მტრული დამოკიდებულება არსებობდა, ნუ გამომდინარე ეს იდეოლოგიური განსხვავებულობიდან, ახლა სუნიტური ჯიჰადია. იყო ყოველ შემთხვევაში, თუმცა თალიბანი უბრუნდება აი ამ
აი ამ ჯიჰადის ელემენტს იშორებს და არის რაღაცა, როგორ გითხრათ, პოლიტიკური ინსტიტუცია ხო, რაღაცა განმათავისუფლებელი ნაციონალისტური ორგანიზაცია, რომელსაც უფრო რაღაცა სახელმწიფო ინტერესები უფრო შედის მის დღის წესრიგში ვიდრე აი ეს რაც ვაკამდე ასე. ქვეყნებში რატო ვამბობ, აი ამ დაკრძალვაზე იყვნენ ჩასულები. თალიბანი იყო მე მგონი შვეიცარიაშიც ჩასული მე მგონი ევროკავშირის წარმომადგენელი შეხვდა და რაღაც ესეთი პროცესი არის კი ცოტა გასაკვირია თუმცა ლოგიკური დაიწყო მათი ტერორისტული ორგანიზაციების სიდან ამოღება რუსეთში შორის ასეთი განცხადებაც ნახე რომ თუ დაუშვათ და მოხდებოდა სახმელეთო ინტერვენცია ირანში თალიბანი მზად იყო რომ ირანს დახმარებოდა ანუ ამერიკელების წინააღმდეგ ცოტა გასაკვირი მაგრამ ლოგიკური ეს თალიბანს რის გაკეთება შეუძლია ირანისთვის ეს არის ირანული არმიის გადამზადება ამერიკელებთან შეიძლება კი საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს 20 წლიანი ესეთი ეფექტური გამოცდილება აქვს ამისი ხო აი ახსენე დიდი ხანი არ გიხსენებია თალიბანი დავანეთი და კი ბატონო ესე იგი რაც შეეხება გარკვეული თვალსაზრისით აი ამ შეჯამებას აი ამ პერიოდის ჩვენ ასე რო ვთქვათ ესე შუაში ვართ ხო შეიძლება ითქვას რომ შუაში ვართ იმიტომ რომ მეორე ეპიზოდი თუ მართლა ეს ეპიზოდი გაგრძელდა ანუ კონფლიქტად და რამდენიმე დღეში მაგალითად არ მოხდა როგორც ჩვევია ხოლმე ტრამპს რომ აი ამერიკის მთხოვეს და გავაჩერე ომი და ასე შემდეგ ვიტკოფი გაუშვიდა ხო თუ ეს არ მოხდა და მართლა გაგრძელდა კონფლიქტი ის შეიძლება ბევრად უფრო მართლაც და გამანადგურებელი იყოს რეგიონისთვის ვიდრე პირველი ეპიზოდი იყო ხო ეს გაზაფხულის ეპიზოდი იმიტომ რომ მართლაც და ამ ესე ხარეებმა თუ დაიწყეს ერთმანეთის ენერგო და ელექტრო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება მას შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს რეგიონს მთლიანად ახლო აღმოსავლეთს და არა მხოლოდ რეგიონს არამედ რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვნად აისახება მსოფლიო ეკონომიკაზე ეს აი ამ ენერგორესურსების მიწოდება მნიშვნელოვანი ზიანი იქნება ისეთი რეგიონისთვის ისეთი ესე ვთქვათ გეოგრაფიისთვის როგორც ევროპა შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ჰორმუზისა და ბაბელმანდების სრუტის დახურვა ხო მათთვის პროდუქტი შეიძლება კატასტროფულად გაიზარდოს ფასები პროდუქცია ენერგორესურსებზე და არა მხოლოდ ენერგორესურსებზე, იმიტომ რომ აი ამ სწორედაც სუეცის არხით ხდება ევროპის კონტინენტის საკმაოდ დიდი წილის მომარაგება აღმოსავლური პროდუქტებით, ხო? მოკლედ საკმაოდ რთული ესკალაციის, ასე ვთქვათ, აღმავალი ტენდენცია გვაქვს, რომელზეც დაკვირვება საჭირო იქნება და იმის გააზრება თუ რა მოხდება და აი ეს სწორედ რომ წეღარაც ვახსენეთ სამხრეთი ჩრდილოეთის კორიდორის გავლენა ამ კონფლიქტისა ჩვენზე შესაძლოა მნიშვნელოვნად აისახოს, იმიტომ რომ სტაბილურობა რეგიონის შეიძლება შეარყიოს, როგორც სამხრეთ კავკასიის ისე ცენტრალური აზიის, რაზეც ჩვენ ვაკეთებთ აქცენტებს, მაგალითად შუა დერეფნის საკითხი, რაც ჩვენ ესოდენ აქტიურად განვიხილავთ და თქვათ ცენტრალური აზიის ქვეყნების დღესაც მაგალითად როცა ჩვენ ვსაუბრობთ თურქმენეთის პრეზიდენტი იმყოფება საქართველოში ვიზიტით და შესაბამისად ანუ ჩვენი ბოლო პერიოდის აქტივობა ცენტრალურ აზიასთან საკმაოდ ესე ვთქვათ გახშირდა ეს ვიზიტები როგორც ჩვენგან ისე მათი მხრიდან ჩვენს ქვეყანაში შესაბამისად ცენტრალური აზიის ინტერესი იმატებს როგორც ჩანს ამ ესე ვთქვათ შუა დერეფნით მაგრამ აი ეს დესტაბილიზაცია ახლო აღმოსავლეთში შუა დერეფანზე შეიძლება ნეგატიურად აისახოს მნიშვნელოვნად ნეგატიურად აისახოს ლოგიკურად შეიძლება პირიქით იყოს. იცი რა არის აქ საქმე იმაშია რომ კი თითქოს ინტერესი იმისა რომ ალტერნატივად წარმოაჩინოს. მაგრამ იმის ალტერნატივა ვერ იქნება ფიზიკურად. ერთი რომ ალტერნატივა ვერ იქნება ფიზიკურად. ნაწილობრივ ჩამონაცვლა. მცირე ნაწილს თავის თავზე აიღებს ცხადია, მაგრამ საქმე იმაშია რომ ამასთან ერთად
აი ეს დესტაბილიზაცია, საფრთხეები, რომელიც შეიძლება ამ სივრცეზე გავრცელდეს, ანუ ახლო აღმოსავლეთიდან მიგრაციის საკითხები და ასე შემდეგ, შესაძლოა სწორედაც რომ აი ამ ასე ვთქვათ, შუა დერეფნის ქვეყნებში ისეთი პროცესები გამოიწვიოს, რომელმაც მიმზიდველობა დააკარგინოს აი ამ სწორედ აი ამ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს და ასე შემდეგ და ისევ დაიწყოს ძიება იმისა, როგორ მოხდეს უფრო ჩრდილოეთით გადატანა და უფრო ჩრდილოეთით არსებული ესე ვთქვათ მარშრუტების გამოყენება ამ ვაჭრობაში, რომელიც აქამდე ყველაზე აქტიური იყო, ხო, ჩრდილოეთის დერეფანი ყველაზე აქტიური დერეფანი იყო. მოკლედ, არის დასაფიქრებელი ის საფრთხეები და ასე ვთქვათ პრობლემები, რომელმაც შეიძლება ამაზე იმოქმედოს. ერთი, მეორე, რა თქმა უნდა, ეს უკრაინის კონფლიქტი, რაზეც ჩვენ დიდი ხანია უკვე საუბრობთ ჩვენი პოდკასტების განმავლობაში, იმიტომ რომ ესეც ამ სეზონის ცხადია, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია და ეხლა იქ მიმდინარე პროცესი რჩება საკმაოდ აქტუალურ ასე ვთქვათ, დღის წესრიგში, ჩვენ წინა პოდკასტებში ვისაუბრეთ ნატოს სამიტთან დაკავშირებით და ევროპელების მზაობაზე, ასე ვთქვათ, და ბევრი საუბრობს ამ ბოლო პერიოდში იმაზე, რომ ევროპელებისთვის კონფლიქტის დასრულება ახლა ამ წუთას იქნებოდა რაღაცა გარკვეული თვალსაზრისით მარცხი და შესაბამისად ისინი ეწინააღმდეგებიან კონფლიქტის თუნდაც არსებულ სტატუს კვოში დასრულებას, ხო? ანუ აი იმ ტერიტორიული გადანაწილებით, იმ პირობებით ახლა დგას ასე ვთქვათ, ბრძოლის ველზე და შესაბამისად აქაც ესე ვთქვათ აღმავალი ესკალაცია გვაქვს ამ კონფლიქტშიც, იმიტომ რომ ჩვენ ვაკვირდებით, რომ იზრდება ინტენსივობას ფრონტის ხაზზე დაპირისპირების და იზრდება ინტენსივობა ასე ვთქვათ სარაკეტო თავდასხმების, ხო? და ბოლო დღეების განმავლობაში კიევზე სერიოზული არიშები იყო და არა მხოლოდ კიევზე, არამედ გახშირდა ბოლო პერიოდში საზღვაო ინფრასტრუქტურაზე, უკრაინის საზღვაო ინფრასტრუქტურაზე მიტანილი. კი, ოდესა რეალურად ბლოკადაში აღმოჩნდა. კი, ოდესაც და ჩერნომორსკის პორტი. ის იყო, ჩვენა გადაცემაში დაგვაუწყდა, რომ თურქეთმა მიცა რაღაცა ნაწილობრივ გარანტიები უკრაინულ საზღვაო ნავიგაციას, უსაფრთხოების გარანტიები. გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ ეს ოდესაში მიმავალი გემები არის უკვე ინტენსიური თავდასხმის მსხვერპლები. ნუ რეალურად ოდესის პორტის ბლოკადა ხდება რა. ანუ ესეც არის პასუხი იმაზე, რაც ხდებოდა აზოვის ზღვაში და იმ რუსეთი აცხადებს, რომ ეს გემები, უკრაინული გემები უკრაინიდან თქვათ მართალია, რომ რაღაცა თქვათ შესაძლოა სოფლის მეურნეობის პროდუქციას ეზიდებოდნენ, თუმცა შემდეგ ცარიელი არ ბრუნდება უკრაინაში და შეიარაღება შემოაქვს. შესაბამისად, ამითი აცხადებენ, რომ ეს ლეგიტიმური სამიზნეა მათთვის. კი, ანუ თუმცა, ცხადია, რომ ერთად ოდესაც იქნება თავარი ორიენტი. ანუ როგორც თვითონ აცხადებენ, რაღაცა ესკალაცია იზრდება, რაღაც უკვე ტერმინი ომი შემოდის რუსულ ნარატივში და ხან შემოვა რამდენჯერმე იხმარა ეს ტერმინი. ახმარობენ ამ ეცეო სამხედრო ოპერაციას, ეს ნიშნავს იმაზე, რომ დაწოლა როგორც ცენტრზე, კიევზე, ასევე ოდესაზე გაიზრდება. ნუ რა გამომდინარე იქიდან რაც ახსენე, რომ ერთ-ერთი ესეთი კვანზია საიდანაც შეიძლება ხდებოდეს უკრაინაში. ამის გარდა იცი რა არის, ნახებ ის პრობლემები, რომელიც რუსეთში შეიქმნა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეკონომიკური თვალსაზრისით იქ საწვავის თემა იყო და ასე შემდეგ, ხო? ესეც მოითხოვს საზოგადოების კიდევ უფრო მეტ კონსოლიდაციას. კონფლიქტი რო დაიწყო სულ მალე სანქციების რეჟიმმა და აი ამ რაღაცა ვთქვათ დასავლეთის ჩართულობამ ამ კონფლიქტში გამოიწვია საზოგადოების კონსოლიდაცია, რუსული საზოგადოების კონსოლიდაცია, ეს არჩევნების ჩატარებულ არჩევნებსაც შეეთხო. წელს რუსეთშიც არჩევნებია, ესე ვთქვათ, სათათბიროს არჩევნები აქვს შემოდგომაზე. საპარლამენტო აღარ. ხო, სათათბიროს. ხო, დუმის. ხო, დუმის არჩევნები. თვითმმართველობა იყო, ხო, შარშანი. თვითმმართველობა იყო 2 წლის წინ, მე მგონი 2 წლის წინ იყო, ან შარშანი იყო. მოკლედ, მაგრამ ამ კონსოლიდაციაში როგორც ჩანს რაღაც გარკვეული ხარვეზები ამ პრობლემებმა შექმნეს, რომელი პრობლემებიც არის და ომის ტერმინებში გადატანა და იმის თქმა რომ ომია და არა სამხედრო სპეციალური ოპერაცია ისევ შემოbrunება, ანუ ნარატივის შემოbrunებასთანაც არის დაკავშირებული საზოგადოებაში განწყობებისთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ როდესაც სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ატარებ, მოსკოვში ადამიანებს შეუძლიათ იცხოვრონ
შვიდათ იქ რაღაცა დრო გაატარონ, სადღაც წავიდნენ, წამოვიდნენ, მაგრამ როგორც კი ომია, ეს ომი უკვე სხვა ვალდებულებებს აჩენს საზოგადოების წინაშე, ხო? მათ შორის შეიძლება მობილიზაციაც ვიხილოთ და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ტერმინები, ანუ შემთხვევით არ ხდება ხოლმე ამ ტერმინების გამოყენება, ხო? და საკმაოდ ნიშანდობლივი იყო პესკოვისა ეს განცხადება, რომ ფართო მასშტაბიანი ომიაო, ეს აღარ არის სპეციალური სამხედრო ოპერაცია, იმიტომ რომ პესკოვი არ არის უკანასკნელი კაცი, ვისაც რუსეთში შეუძლია რამის თქმა ოფიციალურ დონეზე, ხო? პირიქით, ანუ პესკოვი რადგან ამბობს, ეს უნდა ჩავთვალოთ, რომ შეთანხმებულია, კი? რომელიც შეიძლება ჯერ არ უნდა და პუტინს ეთქვა, ხო? ხო, ნუ პუტინი არ თulis, რომ ეს უნდა ითქვას, იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით, ანუ რიტორიკული ესკალაცია პუტინის გარშემო მიმდინარეობს. ალყაში ყავთ. არა, მე გულისხმობ გარეთ. ხო, პუტინი არ არის ესეთი თქვათ რადიკალური თავის განცხადებებში, სამაგიეროდ რადიკალური არის ხოლმე ლავროვი, პესკოვი, ანუ დასავლეთ მათ შორის ამერიკასთან მიმართებაშიც, ხო? ანუ ამერიკასთან მიმართებაში პუტინს ჯერ არც ერთხელ არ დაცდენია, რომ რამე ისე ვთქვათ ტრამპის წინააღმდეგ რამე ეთქვას. სამაგიეროდ ლავროვს დაცდენია, პესკოვს დაცდენია და ასე შემდეგ. ანუ ეს შეფასებები გადანაწილებულია ცოტა უფრო ქვევით, ხო? იმიტომ რომ ის ხდება, რომ ხვალ ზეგ შეიძლება იყოს საჭირო ან სატელეფონო საუბარი, ან შეხვედრა და შესაბამისად რიტორიკით არ შეიძლება ამის შეწყვეტა. ვერბალურ ესკალაციას აზრი არ აქვს შეერთებული შტატების წინააღმდეგ, იმიტომ რომ კონტრპროდუქტიული იქნება. შეიძლება რაღაცა უთქმელად მოახდინო ფრონტზე ესკალაცია და მქონდეს რაღაც დიპლომატიური, ეს კარგი ის არის მიდგომა ამ შემთხვევაში, ხო? იმიტომ რომ ადრე თუ გვიან მაინც ეს ომი როგორც არ უნდა გაგრძელდეს, რუსეთს და შეერთებულ შტატებს მოუწევს რაღაცაზე დალაპარაკება და რატომ უნდა რაღაცა გაწყვიტო ხო კომუნიკაცია. ხო, და მიუხედავად იმისა, რომ ადრე თუ გვიან ახსენეთ ჩვენ და იყო დაანონსებული, მაგრამ ჯერჯერობით არ შემდგარა ეს ვიტკოფი კუშნერის ვიზიტი რუსეთში. არა, ყოველ შემთხვევაში, როდესაც ხედავ, რომ საუბრობენ მხარეები, ნუ რაღაცა თვალსაზრისით არსებობს მოლოდინი იმისა, რომ რადგან საუბრობენ რაღაცა ესკალაცია შეიძლება არ გაიზარდოს. როგორც კი საუბარი წყდება, იქ ესკალაციის მოლოდინი ჩდება. ესეთ მომენტში ვართ ამ ომის, რომ ახლა ესკალაცია არ იქნება, უკვე ეს უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი. უკვე როგორც უკვე ომი გახდა უკვე შედეგზე ორიენტირებული. ანუ ის თვითონ ტერმინი ამ ომის გამოყენებაც მაგას ნიშნავს, რომ უკვე ჩვენ გვჭირდება შედეგი. ხო და ეხა ვიტკოფი ჩავა და ესკალაცია შემცირდება, შემცირდება ესკალაცია მერე რა. ანუ ესე უნდა დავსვათ კითხვა. არა, არაფერი. პრობლემა არ იჭრება ხო? ესკალაცია ამ შემთხვევაში ამერიკასა და რუსეთს შორის და არა უკრაინის ფრონტზე. ანუ აქ რა არის ეხა ან მხარეები საბოლოო ჯამში წყვეტენ კომუნიკაციას, როგორც ეს ბაიდენის პერიოდში იყო, რომ საერთოდ აღარ გვაქვს ურთიერთობა და ომმა გადაწყვიტოს რაც იქნება და როგორც იქნება, ვისაც რისი დადება შეუძლია ამ ომში იმას დადებს და მერე შედეგი აქედან გამოვა, ან საბოლოო ჯამში მაინც ამერიკელები და რუსები რაღაცაზე შეთანხმდებიან, ხო? და რადგან არ ხვდებიან, აქ ჩდება ეს პრობლემა, რომ არის თუ არა შეთანხმების რესურსი, რჩება თუ არა შეთანხმების რესურსი. თუ მართლა იქით უნდა წავიდეთ, რომ აი რაზეც ხშირად ამბობს იგივე არაერთხელ ნახსენები მერშაიმერი, რომ ეს კონფლიქტი ფრონტის ანუ ომის ველზე უნდა გადაწყდესო, ამას მოლაპარაკებები ვერ გადაწყვიტოს. ხო, რაღაცა კომპრომისის და კონსენსუსის რესურსი რო იწურება, თვითონ აი ეს ანკარის სამიტმაც აჩვენა, ხო? რაღაცა ისე გამოვიდა, რომ შეერთებული შტატები უბრუნდება ამ ფრონტს და ხარდაჭერას უცხადებს ევროპულ მხარეს, რომ ეს კონფლიქტი გაგრძელდეს. ეს არის ოფიციალური სახელმწიფო პოლიტიკა და ვიტკოფი და კუშნერი არ არიან ოფიციალური პირები, ხო? იგივე ხა, ანუ ესეც რაღაცა სარკისებრი მიდგომა იყო რუსების, რომ ის დიმიტროვი დანიშნეს, ხო? ცოტა ესეც როგორ გითხრა, სახელმწიფო პასუხისმგებლობების თავიდან არიდება არის ეს მიდგომა, რომ რაღაცა დიპლომატიურ მოლაპარაკებებში დადიან ადამიანები, რომელთაც არ აქვს არანაირი სახელმწიფო ბიუროკრატიული თანამდებობები. ანუ ხა სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი რაღაც შეთანხმებას დადებენ, ანუ პასუხისმგებლობა არ აქვს სახელმწიფოს მე ვიღაცა პირებმა დადეს, ხო? ესეც როგორ გითხრა, შეერთებული შტატების მხრიდან პატივისცემის არ ქონა მის რაღაცა
მოპაექრე იქნება თუ ვისაც ელაპარაკება, ხო, ესე არა. და ესეც იყო რა, რაღაც არა ლავროვი და უშაკოვი ელაპარაკებოდნენ ბოლოს, არამედ რაღაცა დიმიტროვი ვიღაცა მონახეს ბიზნესმენი იმასაც და ეს სახელმწიფო პასუხისმგებლობა რუსეთმაც მოიხსნას ამ მოლაპარაკებებში. ხო, არ ვიცი, ეს უკრაინის კონფლიქტი იმდენად რაღაცა ისეთია, არასწორხაზოვანი, აი ამ მიმართულებით, რომ ჯერჯერობით რაიმე ხო, თან ახლა უკრაინაში გარკვეული პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, რა პრემიერ-მინისტრი გადააყენეს, ახალი აირჩიეს, თავდაცვის მინისტრი გაუშვეს და თავდაცვის მინისტრის მხარდამჭერები გამოვიდა. ესეც საინტერესო ფენომენია ისე სხვათა შორის. თავდაცვის მინისტრის მხარდამჭერები გამოვიდნენ ქუჩაში. ხო, მე როგორც ახლა არ ვიცი ხამდენად ეს ინფორმაცია იყო, რაღაც ვიბრძოდა რომ კორუფცია აღმოფხრილიყო ეს. აგვარი იყო ეს ბიჭი ახალგაზრდა, ვიცი თავდაცვის მინისტრი. ხო, მაგრამ ცოტა ზოგადად ხო ფედოროვი. ცოტა ყოველთვის რაღაცა უცნაურობა, ნებისმიერ რაღაცა გამოსვლა პროტესტი უკრაინაში რაღაცა სამთავრობო პირის მხარდასაჭერად. არა, თავი რა არის ხა არ ვიცი, ორკესტრირებული ვიღაცების. მართლა არ ვიცი ხა. პროტესტი არ ხდება. თავდაცვის მინისტრის მხარდასაჭერად აქცია არ მინახავს არასდროს. ქვეყანაში პროტესტი არ ხდება რაღაცა ეკონომიკურ, სოციალურ გამოწვევებზე. იგივე რაღაცა მსხვერპლზე ხო და უცებ პროტესტი ხდება რომ თავდაცვის მინისტრი გადააყენეს რომელიც 3 თვე იყო ბოლო პერიოდში ეს მეორე პროტესტია პრინციპში ეს არის მეორე პროტესტი რომელიც ერთი იყო აი ნაბუს და საბის ისიც იყო თავის დროზე ორკესტრირებული ამ შემთხვევაში შეერთებული და რაღაცა იგივე სცენარის ამბავი იყო ხო ცხადია ნუ დაპირისპირება ქონდა სირსკისთან ამ ფედოროვს რაღაცა აი ამ იგივე არ ვიცი ხარ ზუსტად რაზე იყო, მაგრამ სირსკიმ შეიწირა შეიძლება ვთქვათ ეს ფედოროვი. ხო, მოკლედ, საინტერესო შიდა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. მაგ თავდაცვის სამინისტრობაზე, მე მგონი თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად განიხილებოდა ის, რა ქვია მაგას, უსაფრთხოების საბჭოს უსაფრთხოების ბუდანოვი, ხო, უსაფრთხოების ხელმძღვანელი რო ხო ვიღაც სხვა დასახელდა. ხო, სხვა დასახელდა. მოკლედ, ეს შიდა პროცესიც საინტერესოა, თუმცა საინტერესოა არა იმიტომ, რომ რა ეფექტურ პოლიტიკას გაატარებს ერთი ან მეორე და ასე შემდეგ, არამედ რა შიდა ძვრები მიმდინარეობს, ხო, რაზე აკეთებენ აქცენტს გარეძალები რა ასე ვთქვათ როგორ კონფიგურაციაზე, იმიტომ რომ მაგალითად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ის ქალბატონი ითვლებოდა რომ ერმაკის კადრია. სვირიდენკა ხო ითვლებოდა რომ ერმაკის კადრია და ეხლა ვთქვათ ერმაკის ძალაუფლება კიდე უფრო მცირდება მიუხედავად იმისა რომ ერმაკი აღარ არის ოფიციალურ თანამდებობაზე, მას თავის კადრები ყავდა ესე ვთქვათ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში და მისი ძალაუფლების შემცირება კიდე უფრო აქტიურად მიმდინარეობს და ასე შემდეგ. ანუ აი ეს გადანაწილებები უფრო საინტერესოა, ანუ ძალაუფლების გადანაწილებები უფრო საინტერესოა, ვიდრე ვთქვათ იმის მოლოდინი რომ რომელიმე ახალი კადრი რაიმე კონკრეტულ ეფექტურ პოლიტიკას გაატარებს რომელიმე დარგში ასე ვთქვათ, ხო? საბოლოო ჯამში ჩვენთვის რო ვთქვით, რომ ჩვენზე შევაჯამოთ თქო 1-2 სიტყვით, ბუნებრივია ჩვენ ახლა მართალია უკვე 4 წელია ვაკვირდებით ამ კონფლიქტს უკრაინაში. ნუ შეიძლება პრინციპში ითქვას, რომ უკვე 1 წელია ვაკვირდებით კონფლიქტს ირანში, იმიტომ რომ წინა წლის აი 12 დღიანი ომი ამისი პრელუდია იყო. პირველ ეპიზოდი ის იყო. მეორე ეს მესამეა. ხო, ეს მესამე ეპიზოდია, ნუ შეიძლება ითქვას, რომ ის იყო პრელუდია ამ ხანგრძლივი კონფლიქტისა, რომელიც ახლა ამ გაზაფხულზე დაიწყო, ასე ვთქვათ, ხო? და შესაბამისად ვართ აი ამ გარემოში, სადაც გარშემო, ესე ვთქვათ, კონფლიქტებია, სადაც როგორც ჩვენ ახსენე ასიმეტრიული კონფლიქტების მოლოდინი არსებობს და მე სულ ვამბობ, რომ ჩვენ შემთხვევაში ასიმეტრიული კონფლიქტის მოლოდინი ეს არის ჩვენი ქვეყნის პროქსი ძალად გამოყენების შესაძლებლობა. იმიტომ რომ დიდი ძალები ერთმანეთს ბუნებრივია ვერ დაუპირისპირდებიან უშუალოდ, ეს ბირთვული შემაკავებელი ფაქტორი ამას უზრუნველყოფს, ასე ვთქვათ, რომ დიდი ძალები ერთმანეთთან კონფლიქტში არ შედიან, თუმცა აი ამ სწორედ ასიმეტრიული ინსტრუმენტების გამოყენება, რომელიც ერთ შემთხვევაში შეიძლება ტერორისტული ორგანიზაციების წახალისება და მხარდაჭერა იყოს, მეორე შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს კონკრეტული სახელმწიფოების, პატარა სახელმწიფოების პროქსი ძალებად გამოყენება მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, ხო?
გარდა ვთქვათ იმ ეკონომიკური სანქციებისა და ეკონომიკური ბერკეტებისა, რომელიც აღმოჩნდა, რომ როგორც ირანთან, ისე რუსეთთან არ მუშაობს, მინიმუმ იმ მასშტაბით არ მუშაობს, რომელზეც გათვლა იყო და იმ ეფექტს არ იძლევა, რომელი ეფექტიც მოსალოდნელი იყო ავტორებისთვის, სანქციების ავტორებისთვის, აგერ 21 პაკეტს განიხილავენ რუსეთთან. არა 21-ს და ახლა ახალი ესე ვთქვათ მხარდამჭერი ყავს რუსეთს ბჭყალებში ამ ასე ვთქვათ ბულგარეთი? არა საბერძნეთმა დაბლოკა. ის არის. საბერძნეთი შეეწინააღმდეგა ყოველ შემთხვევაში რაღაც ეტაპზე, ზორეთ არ ვიცი, არგუმენტი არ ვიცი, ვერ ვნახე, მაგრამ ფაქტი ესეთია. და შესაბამისად ეს პროქსი ძალად გამოყენების საფრთხე ჩვენ სინაში არსებობს და ჩვენგან ითხოვს ამ ვალდებულებას ვიყოთ ბევრად უფრო ყურადღებითი და ბევრად უფრო ასე ვთქვათ რაციონალურად და გონიერად რაციონალურად და რეალისტურად განვიხილავდეთ იმ საფრთხეებს და იმ პროცესებს, რომელიც ჩვენს გარშემო მიმდინარეობს. ხო, მე იმას დავამატებდი, გარდა ეს მთავარი ეს არის, რომ ჩვენ სახეზე გვაქვს რეალურად გლობალური ეკონომიკური კრიზისი. მე ხავ რეცესიას ვერ ვიტყვი, რომ შეიძლება დაიწყოს, მაგრამ შეიძლება იყოს მომავალში სტაგნაცია. ეს არის გამოწვევა ყოველთვის პატარა ქვეყნებისთვის და ისინი ზარალდებიან ყველაზე მეტად და ამ თვალსაზრისით ჩვენი განსაკუთრებული მოლოდინია ლათინურ ამერიკაზე და აფრიკის ქვეყნებზე, სადაც შეიძლება საკვების პროდუქტები. ხო, მაგას ვიძახი, რომ თავარი ესეთი სტრუქტურული ესეთი გამოწვევები უნდა გადაჭრას პატარა ქვეყნებმა. პირველი ეს არის ენერგო რეზერვების შექმნა, იმისათვის რომ რაღაცა შოკების მომენტში იყოს დაცული და მეორე ეს საკვების შოკების ასე ვთქვათ გარანტირება, იქნება ეს მარცვლეულის რეზერვების შექმნა და ასე შემდეგ. ანუ ჩემი აზრით პატარა ქვეყნების ესეთი მთავარი ეს მიმართულებები უნდა იყოს ეს, იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ეს შოკი მოხდეს. ფასი გავარდეს, იგივე ვიღაცამ შეიძლება ექსპორტი შეამციროს, ხო, რაღაც ან შეწყვიტოს რაღაცა იგივე ხო რუსეთმა ხო ნავთობის გაყიდვა გააჩერა, ხო? ეს არის შოკი პატარა ქვეყნებისთვის. ამის დაზღვევა უნდა იყოს თავარი მიმართულება. ხო, ნავთობპროდუქტების საკითხიც საკმაოდ აქტუალური, იმიტომ რომ შეიძლება სწორედ ამ ჰორმუზისა და ბაბელმანდების რუტის დახურვა ნავთობის ფასი შეიძლება გაზვიადებულია, მაგრამ არსებობს ისეთი ექსპერტებიც, რომელიც ამბობენ, რომ $2 შეიძლება გაიზარდოს. ბაბელმანდების სრუტეს რეალურად ჩვენც ვიყენებთ, იმიტომ რომ ჩინური ვაჭრობა მოდის მიმართულებით და შეიძლება სხვა პროდუქციაზეც გაძვირდეს, ასე ვთქვათ, ფასები არ გამოვიწყოთ. ანუ თემუდან ვეღარ თემუდან ვეღარ ბოლოს საკითხი დავიდა იქამდე. ამ ხელა გლობალური ამბავი დავიდა იქამდე, რომ თემუდან რაღაც სიცულელეს ვერ გამოვიწყდა. თემუ ისეთი იაფი არ არის, როგორც არის. თემუ გაგვიძვირეს ხალხო. კარგი, შოთა, მადლობა. ესე იგი, დავიმშვიდობოთ რადიო მსმენელს ვიდრე შემოდგომამდე. და ინტერნეტ მაყურებელსა და მსმენელებს კი მადლობა გადაუხადოთ ვინც გვიყურებდა ერთგულს კომენტარებს წერდა კი ბატონო და კარგი დადასვენება უსურვოთ ვინც იწონებდა თუ აშიარებდა ჩვენს კონტენტს კლავაც როგორც დაგპირდით ვეცდებით რომ ზაფხულის განმავლობაში ასევე შემოგთავაზოთ ხოლმე ინტერნეტ პლატფორმებზე ჩვენი მიმოხილვები შეგახსენეთ რომ საქართველოს რადიოს ეთერში FM 103-ზე უსმენდით 42 პარალელი საერთაშორისო მიმოხილვას, რომელსაც შოთა თხელიძე და მე გიორგი გუმრაძე გთავაზობთ ხოლმე და რა თქმა უნდა YouTube-ზე, Spotify-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე გამიწერეთ ჩვენი არხები და მოიწონეთ, გააზიარეთ ჩვენი კონტენტი, კარგად ზანდებოდეთ. ახონდეს